თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა განათლების გზამკვლევი. მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ორგანიზაცია ამბრელას დირექტორი სლავა მეჟდოიანი და ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ახალგაზრდებისთვის, როგორიც არის ერასმუსის გაცვლითი პროგრამები, რა შესაძლებლობებს თავაზობს ის ახალგაზრდებს და ზოგადად როგორ ხდება ახალგაზრდების შერჩევა და პროგრამებში მონაწილეობა. მოგესალმებით, ბატონო სლავა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო სლავა, ჯერ სანამ უშუალოდ გადავალთ ერასმუსის გაცვლით პროგრამებზე სასაუბროთ, თქვენი ორგანიზაცია ამბრელა რო გაგვეცნოთ, რა ორგანიზაცია და ზოგადად რა მისია აკისრია მას დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. ორგანიზაცია ამბრელა ხატვით გახდა რამოდენიმე დღის წინ. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების განვითარება არაფორმალური განათლების გზით, მათთვის ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარების, ცოდნის და დამოუკიდებლობის გაძლიერების მხრით. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები, საქართველოს ცხოვრები ახალგაზრდები ჩავხდეთ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ ინიციატივებში, პროექტებში, მონიტორინგებში და ამის მეშვეობით ახალგაზრდები ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ივითარებენ სხვადასხვა უნარებს, რომელიც საჭირო არის 21 საუკუნეში იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები. ანუ ის რაც არის სწავლება სკოლაში, რაც არის სწავლება უნივერსიტეტში, უბრალოდ ამ სახის პროგრამების თავაზობს მათთვის შესაძლებლობები და განვითარების შესაძლებლობები. მოკლედ, ჩვენ ამ ეტაპზე ჩართული ვართ რამოდენიმე პროგრამაში, ეს არის ერასმუს პროგრამა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდებში, რომელიც გულისხმობს რამოდენიმე მიმართულებას. ერთი არის ახალგაზრდული გაცვლითები, საერთაშორისო გაცვლითები ახალგაზრდებისთვის 13-დან 30 წლამდე ოფიციალურად. ეს კვირიანი მოკლევადიანი ძირითადად ტარდება ევროპულ ქვეყნებში, ასევე ჩვენ ვაკეთებთ ამ პროექტებს საქართველოში. მეორე მიმართულება არის ახალგაზრდული მუშაკებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს ახალგაზრდებთან, ეს შეიძლება იყოს პედაგოგი, ახალგაზრდული მუშაკების პროფესია არ არის დამკვიდრებული საქართველოს როგორც უნდა იყოს, თუმცა მაინც ბევრი არის შესაძლებლობა საქართველოში ახალგაზრდულთან მომუშავე ადამიანებისთვის და ამ შემთხვევაში 18+ ასაკის ახალგაზრდებს ეხება ნებისმიერი ასაკი, ეს არის მინიმუმ 18. და რა თქმა უნდა, ინგლისური ენა უნდა იცოდე, რადგან ეს ყველაფერი ჩატარდება ინგლისურენით. მეორე მიმართულება არის უკვე მოხალისეობრივი პროგრამები, European Solidarity Corps, ანუ ევროპული სოლიდარობის სიცოცხლის პირდაპირ და ეს კიდევ თავაზობს მოკლევადიან და გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. და ასობით მონაწილეობს მოხალისეობს ევროპულ პროგრამაში, სადაც 2 კვირიდან 1 წლამდე ვადით ჩადიან მოხალისეობენ, რომელიც არის სულად დაფინანსებული GDP-ი და ამ შემდეგ. და ბრუნდებიან უკვე ამ მოხალისეობის პროცესშიც კი სწავლებენ პროგრამებს იმ ორგანიზაციაში დაწესებულებებში და ასევე სპორტული უნივერსიტეტის საკითხების პროგრამებში და ბრუნდებიან შემდგომ საქართველოში უკვე გაძლიერებული და სხვანაირი პიროვნებები და ახალგაზრდების ძალიან სასარგებლო პროგრამა. ასევე ჩვენ ვახინგლობთ მოხალისეებს საქართველოში ევროპულ ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოდიან მაგალითად ეხლა ყავს გოლის ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისინი ეხმარებიან უკვე ჩვენს ახალგაზრდულ საცხოვრებელში ჩართულები, ჩვენ ახალგაზრდულ მუშაკებს და მუშაობენ ქართულ ახალგაზრდებთან. გარდა ამისა, კიდე სხვა პროგრამებში ვართ ჩართული, რომელიც არის მსგავსი, მაგრამ დაფინანსებული არის სხვადასხვა განსხვავებული დონორების მიერ, ეს არის გერმანული ახალგაზრდული ოფისი ქვია პირდაპირ თარგმნით, ეს არის მიშეგრადის ფონდი, ეს არის ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდი, ევროპის საბჭოს წევრი ჩვენ საქართველოს ასევე
და კიდევ მრავალი სხვა, რომელიც აი ამ ლოგიკას ექვემდებარება, უბრალოდ ფილოსოფიას და მისიას, რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ. და ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ათასობით ახალგაზრდა ჩავთეთ, შეიძლება ითქვას, ბევრი ახალგაზრდის ცხოვრებაში ვცვალეთ, როგორც მოხალისეობრივი, ასევე მოკლევადიანი და საქართველოშიც კი ბევრი პროექტები გვაქვს განხორციელებული ადგილობრივ დონეზე, რის ძირითადად ჩვენ ვამაყობთ. ეს არის სოფლებში ერთი პერიოდი, სოფლებში სამი პროექტს ვაკეთებთ, მიტოვებული, ასე ვთქვათ, შემდგომი სოფლებში, მთიან რეგიონებში, მცირესობრივ დასახლებულ რეგიონებში. და ამ ეტაპზე კიდევ ვაძლიერებთ და ვაერთიანებთ სხვადასხვა ახალგაზრდა ცენტრებს საქართველოში, რომლებიც შემოერთმენ სახალხო ცენტრად წელს. და აი ამ ცენტრებში მათ შორის ახალციხის დასვენთა განათლების ბაზრის შექმნილი ახალგაზრდების სივრცე და მონაწილეობა და ემსახურება და გახდა აი ამ ხელის წევრი და ვცდილობთ სხვადასხვა ცენტრები რეგიონი ესენციალს საერთაშორისო გუნდში საერთაშორისო და ახალციხეში აი ამ ახალგაზრდებში გამიწევთ პრიორიტეტი რადგან ცხოვრობენ ქალაქგარეთ რეგიონებში და აქვს შედარებით მეტი შესაძლებლობა იგივე თბილისში ცხოვრები ახალგაზრდა. აი ამ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, სწორედ მეც ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე, აი ამ თქვენი გაცვლითი პროგრამით, სწორედ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მხარდაჭერით, ამ მიმდინარე წელს სასომხეთში და საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა რეგიონის ბავშვებისთვის იმისთვის, რომ რაღაცა უცხოური გამოცდილებები მიიღონ სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ. აი საინტერესოა, კარგად აუხსნათ ახალგაზრდებისთვის, რა ეტაპების გავლა მომიწევს იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღო მე როგორც მოხალისე, მან თუნდაც სხვადასხვა ტრენინგ კურსებში გაცვლით პროგრამების ფარგლებში, ძირითადად რა უნარებს ზიამახვილებთ ყურადღებას და რა არის ამისთვის საჭირო. ასაკი და ინგლისური ენის ცოდნა საბაზრო დონეზე კომუნიკაციების საერთო არის, თუმცა მაგის გარდა ჩვენ როგორც ახსენეთ პროექტებს ვანიჭებთ ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებს, ანუ ის ადამიანები, ყველაზე მოკლე გზა ეგ არის, თუ კი ცხოვრობ აი ამ მუნიციპალიტეტებში. ალბათ მოხდენის ყველაზე მოკლე გზა არის, რომ იაქტიურო გახდე ამ ცენტრების წევრი და შემდგომ უკვე განმარტივებთ იგივე მიიღო მონაწილეობა ჩვენ პროექტებში. მაგის შემდეგ ეტაპი, რა თქმა უნდა, განაცხადის ფორმა არსებობს, რომელსაც ავსებენ და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად კიდე შესაძლებელია პარტნიორ ორგანიზაციამ მოითხოვოს დამატებითი რაღაცა კრიტერიუმები, როგორც ეს თემატიკასთან, გამოცდილებასთან კავშირი კონდეს. და ესეც არის დამატებით რომ ეს კრიტერიუმები შერჩევის დროს, რომელსაც ვითვალისწინებთ. და ასაკიც რა თქმა უნდა. ეს არის და ეს თავისუფლად ის წავახალისოთ ის ახალგაზრდები, რომელსაც მეხალისებენ აღჭრილობრივ დონეზე, ამის ხელი შეუწყოთ ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის განსაკუთრებას და იმ ფაქტის, რომ საქართველოს სიტუაცია გააზრდას, რასაც ახალგაზრდების ორგანიზაციები ახერხებენ ადგილობრივ დონეზე. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი. საინტერესო იქნება თუ გაიხსენებთ წარმატებულ кейსებს, ის ვინც ერასმუსის პროგრამებით მონაწილეობდა და დღეს საკმაოდ უფრო მეტად წინ არის და წარმატებულია თავის სფეროში და საქმიანობაში. თან თქვენ ამასთანავე აღნიშნეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროგრამებში ღებულობენ მონაწილეობას და ბრუნდებიან უკან, არიან უფრო გაძლიერებულები და უფრო, ალბათ, სხვადასხვა უნარების მქონეები, რასაც თავის პროფესიაში იყენებენ. აი ამაზე რო გვესაუბროთ, თუ გახსენდებათ წარმატებული ისტორიები და რამდენად იყენებენ ეს ადამიანები ამ არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს უკვე პროფესიონალური კუთხით. ამის ცალკე სტატისტიკა არ გვაქვს და ესეთი შეფასებები ნაკლებად გვაქვს, თუმცა იქნებიან ხოლმე მონაწილეები, ის ხდებიან სხვადასხვა დაწესებულებებში, სხვადასხვა ბიზნესებში და შემდეგ საჯარო სფეროშიც. კონკრეტულ პროფესიულ უნარებს ამ პროექტებზე ვერ შეიცნო. უბრალოდ ცხოვრებისთვის skills აღებიან იმ უნარებზე და უფრო გასაუბრებისას ყველას მოსწონს და ყველას ეხმარება. მაგალითად ისევ ახალგაზრდულ ცენტრებზე დაუბრუნდეთ, იქ ქონია გასაუბრება ახალგაზრდულ ცენტრების წევრებთან და აი ახალგაზრდები თვითონ რომლებიც არიან 15, 16, 14, 17 წლისები ძალიან დიდი განსხვავება არის იქამდე და იმის მერე
მათ პირად ცხოვრებაში რამდენად უფრო გახსნილები არიან, რამდენად უფრო მეტი ურიძერები უნარები აქვს მდიდარი მუშაობის და შემდგომ ეს ბავშვები მე უნივერსიტეტებში უფრო აქტიურები არიან და უკეთესი ლაბარებენი კოცკილში რო ჩანებიან, უკეთესი დასწრება აქვს ასე თქვა და უკეთესად უყავდებიან იმ ცხოვრებას, თუნდაც მარტო, თუნდაც შეკვეთილების დასწრებას. რაც აკლია ხოლმე სკოლებში არ გავდივართ ეგეთ უნარებს ცხოვრების ევრონას რასცირე ინსტიტუტო კომუნიკაცია გიმნაზია და შემდეგ ეს არის რა შეიძლება და ეს ყველანაირ სამსახურის საბამება და სტილდება რომ იყო აქტიური, იყო გახსნილი, იყო კომუნიკაბილური, გუნდურად იმუშაებოდა და ასე შემდეგ. და ესეთი кейსები ინდივიდუალურად ადამიანზე რო თქვა ძალიან მიჭირდება. ამიტომ ასაკასებით ვიშვებს და ამისის არსთან. თუმცა ყველა აღნიშნავს ხოლმე იმის მერერის აიღოს მონაწილეობის მოკლევადიან და შემოგვიმძლევრობიან პერიოდში ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ძალიან საფრთხეებია რომ ის ცხოვრებისთვის და ბევრი შეცვალა და ეს შეცვლებაც გაიზარდა და ნამდვილად მასივი. აი მე შემიძლია რა საკუთარი გამოცდილება, თუნდაც აი ამ ეთერით ვისარგებლო და გავაზიარა რა არა მარტო მიმდინარე წელს, არამედ 2019 წელს მქონდა შესაძლებლობა, რომ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოფილიყავი და სწორედ ჩემი თუნდაც რადიოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა დაიწყო იქიდან. და მე მოხარული ვარ, რომ მსგავსი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის არსებობს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ახლა უშუალოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე რო ვისაუბროთ, ანუ როგორ ხდება თუნდაც თქვენი პარტნიორების მოძიება და რას ანიჭებთ უპირატესობას? ჩვენ რო ვცდილობთ რომ სანდო პარტნიორები ყავდეს და ვცდილობთ შეიძლება მე ქვეყნიდან პროცესი არსებობს პარტნიორების მოძიების და ამ პროცესის დროს დაიცმეთ შეაფასეთ ჩვენს ასევე წეს პროექტებს და ის მახორციელებთ იქნებ იგივე პროექტებს როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აი ამ წლების განმავლობაში გავიცანით და ურთიერთობთ ასობით პარტნიორთან და უმეტესობა მათგანი არის სანდო, არის ჩვენნაირი და ვცდილობთ რომ აი ეს წრე გავზარდოთ. თემატიკას რაც შეეხება, ნუ ბევრი გამში ასეთ ევროკავშირი მუშაობს news dialogue პროცესი არის ესეთი ერთიანი ყოველი სამეგრელება. ანუ ეს შეფასება მიდის ბევრი შეხვედრები ხდება ახალგაზრდებთან და ამ შეხვედრების ფარგლებში ხდება პრიორიტეტების გამოვლინება და თემატიკის ჩამოყალიბება რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ნებისმიერი ანუ ჩატარდეს ნებისმიერი ერასმუსის პროგრამა. და ეს არის 11 იმას ვთქვათ მიზანი არსებობს ევროკავშირის ახალგაზრდა მიზანი და აი ამ 11 მიზნის გარშემო და ახალგაზრდებისთვის 8 საკვანძო კომპეტენციის ფარგლებში ხდება ყველანაირი ერასმუსი. და ეს შემდგომ რამოდენიმე თამამობრივ წარმოდგენას შეიქმნას ჩვენს ეს არის მაგალითად გარემოს დაცვითი კომპეტენცია და ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მაგალითად ციფრული ენергია, ეს არის მაგალითად დისკრიმინაცია და ასე შემდეგ. ეს არის მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და ეს ციფრი თემატიკები, რომელიც ახალგაზრდებს ჭირდებათ იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, როგორც წევას. და აი ბოლოსკენ შეჯამება რომ გავაკეთოთ რაღაცა სამოტივაციოდ ახალგაზრდებს რას ურჩევდით, რა გაითვალისწინონ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, ანუ ამ ეტაპების გავლის დროს, იმისთვის რომ თქვა თუ თავიდან არ გაუმართლა, ფარხმარი რო არ დაყაროს და მომავლისთვის როგორ მოემზადოს, რომ მსგავს პროექტებში კონდეს უფრო მეტი შანსი რომ მიიღოს მონაწილეობა. ნუ შანსებზე ვახსენე ყველაზე მოკლე გზა და ყველაზე დიდი შანსი არის როცა აქტიური ვარ ჩვენს ორგანიზაციაში თბილისში ან აუცილებლად ამბრელასთან ახლოს ხარ, იმიტომ რომ ესე უფრო შეიძლება ჩვენ ვცდილობთ რომ ნუ ხდება ხოლმე ხანდახან როცა გზავნილ მონაწილეებს და მე ეს მონაწილეები არიცევიან შესაბამისად და ამით უფრო ეგეთებიც ხდება იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ რომ წავახალისოთ ის მონაწილეები, რომელიც კარგად გამოავლენენ თავს ამ პროექტებზე და ისინი გაუშვათ ხოლმე ისეთშია. თუმცა ძალიან უმეტესობა ნახევარზე მეტი პროექტების ვარჩევთ ისეთ ადამიანებს, ვისაც administration პირველად აღწევენ განაცხადს. ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე, რანაირი მოთხოვნები აქვს პარტნიორს.
ეხლა რჩევებს რაც შეეხება ჩვენი რჩევა არის რომ მოლოდინები რომ შეიქმნათ სწორი პირველ რიგში გაითვალისწინოთ ის რომ რაიზამაის 500-კლავიან სასწავლოში არ მოუწევთ თუმცა ხდება ხოლმე რომ ამდახან ძალიან კარგი პირობებში არიან მაგრამ როგორც წესი ეს არ არის 500-კლავიანი სახნელი ეს კომფორტის ყובაც არ არის ესეთი მაღალგონებების არ ვიცი მოლოდინი ასევე შეიძლება ამ ოთახში მოდიწიოს ქვეყნის და კულტურის წარმოადგენებთან დარჩენა, რაც ასევე ისეთი თემა არის, რასაც მე კათოლიკთან დავჭერდა თუ ჩემელი გავიანე და ის კომფორტ ზონიდან გამოსვლისთვის უნდა იყო მზად. ის რომ მოხდე პროგრამაზე ალბათ თემატიკასთან ახლოს უნდა იყო და როგორც ვახსენე ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებს ვანიჭებთ უპირატესობა რომ იყოს multiplier ეფექტი. აი უჩამოყალ მე ის ცოდნა და ის უნარი ისთვისაც ეს ტრენინგი ტარდება მე გამოვიყენო იმის რომ ამ ახალგაზრდების განვითარებაში ჩადო ეს შენი მასწავლი რაღაცა მეთოდები თუ სხვადასხვა უნარები და ასე შემდეგ. აი და ხო მე ვიჩევრო ახალგაზრდის საქმიანობას ვიყენებ მეტად საფრთხის სხვადასხვა ორგანიზაციებში კომუნიკაციის წევრები და ასე შემდეგ. ეს არის მოკლეზე და ამის გარდა კიდე შეავსენ ყოველთვის იმიტომ რომ არის საოცი როგორი ხდება რა კრიტერიუმებს და იმიტომ ხანდახან მასლა შეიძლება ისე ვინც არის გამოუცდელი ხანდახან ძალიან გამოსილებს ითხოვენ ან ჩვენ ვითხოვთ და ამიტომ ესე რაღაცა ის ხელშეცდებით არ უნდა შემოიფარგლო არასდროს და ზოგადად მინდა ეხა იმაზე საუბარი რა არის სფერო თუ ამის დრო და შესაძლებლობა გვაქვს ახალგაზრდის სფერო ხო ანუ ძერს კომია რომ ხოლმე ეს არის პროფესიონალ საერთაშორისო ექსპერტიზა ის გაგზავნ არის ამ სფეროს ერთი ელემენტი ხო და რასემს ახალგაზრდული მუშაკი ჩვენთან ეს პროფესია არ არსებობს ჯერჯერობით ის ხო სოციალური მუშაკთან ასოცირდება მაგრამ მე მინდა რომ მარტივი პარალელი გავავლო აი ჩვენს ისტორიულ ეგზემპლართან ადრე როგორ ხდებოდა ახალგაზრდული მუშაკები იმითი ხოლმე აი ძველი ისტორიის წარმოშობ ხდება უბრალოდ თავადი შვილს დიდა სადღაც თებში რომ რაღაცა ვიცი რაღაცა კაცი რომელიც ასწავლიან ნადირობას აი სიტყვა პასუხი სტალში აი მას ადრე ეგ იყო ცხოვრებისეული უნარების რომ მაშინ არ იყო ციფრული რაღაცა ის სიტყვაური პარალელო ანალიზი არის და ის პრობლემებიც არ არსებობდა მაგრამ რაც საჭირო იყო იმ დროინდელი ეპოქისთვის ადამიანისთვის ეპოქილო წარმატებული იმას ასწავლიდა ხოლმე აი თვითონების გარეთ ერთი ვიღაც ადამიანის დიტა რაღაცა პროდუქტების შვილებს ხო დაახლოებით ეგ მიდგომა არის დღესაც ხო ოღონდ სპანაირად ხდება უკვე ჩვენს ეპოქაში 21 საუკუნეში შენ ვიწევს ოღონდ მოკლევადია პროექტით მიდიხარ რაღაცა კლუბში საერთოდ უცხო გარემოში იქამდე რომ ისწრებოდი და პარტიები და პრესმეც შენს ოჯახში და საფლის იქეთ ამჯობდეს დასჭირებული საფლის სტონს საჩი ის დები რაღაც უცხო გარემოში უცხო ადამიანებთან და ვიღაცა რაღაცას დასწავლით იცი რომ ციგნებთან არის და გასწავლებული არის ეს ციგნა და სტომა და თუნდაც აქტიობები ხო აი ეს არის ის რისთვისაც რასაც ემსახურება ეს პროგრამა და დაყოფილია ზოგი არის ასე ვთქვათ ახალგაზრდული მუშაკებისთვის ვინც პროფესიულ განვითარებას ემსახურება ეს პირდაპირია PBA professional development და ის გასულტები ახალგაზრდებისთვის აი უკვე აი ახალგაზრდებისთვის ვინც უბრალოდ ახალგაზრდაა და ამ სფეროს პროფესიულად არ არის ჩართული. ჩვენ ვცდილობთ რომ აი ზუსტად როგორც იყო ადრე აი ესეთი ახალგაზრდული მუშაკები შევქმნათ და ჩავთვლით ახალგაზრდები იმისთვის რომ იყვნენ წარმატებულები და ის უნარები კომპეტენცია ჰქონდა აი სამ უნარის უმოწმებული ის კომპეტენციები განავითარო რაც რეპილოეს იმისთვის რომ იყვნენ წარმატებულები და აი პარალელია მაშინ თუ მოდილებას და ჩქულს და ის რაღაცებს ასწავლიდან დღეს უკვე კიდევ სხვანაირი უნარები წარმატებისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდა მსმენელები ამ დეტალებს გაითვალისწინებენ და მათთვის უფრო მეტად მომოტივირებელი იქნება, რომ სამომავლოდ აქტიურად იყვნენ, თუნდაც ახალციხის დასრულთა ცენტრის აქტივობებში ჩართული და სამომავლოდ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით, რასაც ამბრელას თავაზობს და ანუ მეც მინდა ამ ეთერით ვისარგებლო რომ აუცილებლად ყოველთვის ყველა ახალგაზრდას ვეუბნები რომ მსგავსი პროგრამებით ისარგებლონ აქტიურად, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ორმაგად ზრდის მათ პიროვნულ განვითარებას. მადლობა რომ ვიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე კი გემშვიდობებით. დიდი მადლობა და ნახვამდის.
გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალი გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსწრემის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.